ანუ რა მოხდა ახლა საქართველოს მოქალაქეებმა რომ უკეთ გაიგო ქართულმა ოცნებამ 2013 წლიდან დაიწყო შრომის რეფორმის პროცესი ეს იყო ევროკავშირის ვალდებულება და ეს მივიდა საბოლოო ჯამში იქამდე რომ 2018 წელს უკვე ჩვენ გვაქვს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა ესეც არის პირდაპირ ევროკავშირის დირექტივა დირექტივებზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე როგორც მოსკოვიდან ერთდროს მოდიოდა დირექტივებიო ეხა იქიდან მოდისო დირექტივებიო და ეგეთ დირექტივასაც ხო გააჩნია იმ მოსკოვიდან აღარ ვიტყვი ესე იგი დირექტივის ნაწილი იყო ის რომ დღეს რო გავივლით და მშენებლობას შევხედავთ და ბადე რომ არის გაკეთებული და ელემენტარული მაინც რო დაცულია და ის რომ სტატისტიკაში სამშენებლო სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ფაქტობრივად სამჯერ შემცირდა ფატალური შემთხვევების რაოდენობა ის რომ სამუშაო ადგილზე აღრიცხვა დაიწყო ჯერ ეს ერთი თან აღრიცხვა დაიწყო ამ პერიოდში ეს არის სწორედ ამ დირექტივის შედეგი. შრომის კოდექსში შემოდის ის ნორმები, რომლის საშუალებითაც ჩვენ პროფესიული კავშირები ვიგებთ სასამართლოში 98%-ს ჩვენი საქმიანობებისას, მაშინ, ანუ იმ კანონის მიხედვით მოვახერხეთ ჩვენ ამ ცვლილებების მიღწევა. ყველა საინტერესო ეგაა, რომ ჩვენ ყველაფერი შევცვალთო და მინიმალური ხელფასით შეცვალთო, აქედან ვეუბნებოდეთ, რა პრობლემაა, სადაც ამდენი რამ გაკეთო და არა, ეგო დირექტივაში ვარ წერია. ანუ რაც დირექტივაში აღარ ეწერავს, ის აღარ ანაულებს.